კიდევ ერთხელ გამშვიდობისა. პირდაპირ ეთერშია მედიაკავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მერაბ რატიშვილი და გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი. მოგესალმებით ბატონო გურამ. სალამი ქალბატონო. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. მერაბიც გესალმებით ბატონო გურამ. მადლობა ბატონო მერაბსაც მივესალმებით. დიდი ხანი არ ვინახია, მაგრამ მისი ხმა ყოველთვის მესმის ტელეფონით ლაპარაკობთ და გვაქვს ურთიერთობა. ბატონო, თქვენის ნებართვით მე მინდა ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი გულბათ ცხილაძით დავიწყო თუ მომცემთ ამის უფლებას, იმიტომ რომ დღეს გულბათმა წერილი გამოგვიგზავნა და აუცილებლად მინდა წავიკითხო. მაგრამ სანამ წავიკითხავდი, მინდა მას მივულოცო დაბადების დღე, 5 ივლისს ზეგ გულბათის დაბადების დღეა. გულბათ, ვიცი რომ გვიყურებ ახლა და გვისმენ, გილოცავ დაბადების დღეს. შეინარჩუნე შენი შემართება, ჩვენ შენს გვერდით ვართ იცოდე. ეხლა წავიკითხავ თქვენის ნებართვით. როდესაც მამაჩემს კაკებე მოადგა სახლში დასაპატიმრებლად და ჩხრეკა ჩაატარა, 3 წლის ვიყავი. თურმე სტუმრები მეგონენ ჩხრეკავები, გამოვედი და ლექსი ვაჯახე, მე პატარა ქართველი ვარ. გაეცინათ სტუმრებს, ეს მამამისზე უარესი გამოვაო, უთქვამს ერთ-ერთს, არა ბოროტი ხუმრობით. ახთა ეს ხუმრობა. ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის ვიქტორ ცხილაძის დაპატიმრებიდან 48 წლის შემდეგ იმავე ბინაში ეროვნული კაკებე მოგვადგა. ისევ ჩხრეკა, ისევ დაპატიმრება, ამჯერად ჩემი ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. მადლობა უფალს, მამაჩემს ეს ამბები არ გაუგია, ისე გარდაიცვალა ამის შემდეგ 2 კვირაში. ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ვიქტორ ცხილაძესა და ზვიად გამსახურდიას 4 წელი მიესაჯათ გადასახლების ჩათვლით. ჰელსინკის ჯგუფის კიდევ ერთი დამაარსებელი მერაბ კოსტავა ყველაზე მკაცრად დაისაჯა. 1977 წელს დაპატიმრებული პერმის ბანაკიდან, მხოლოდ 1987 წლის იანვარ-თებერვალში დაბრუნდა შინ, ვინაიდან ანტისაბჭოთა საქმიანობა არ მოინანია სასამართლოზე. თუმცა ამდენი ხანი არც მას აღეკვეცებოდა პერმში ბადრაგი რომ არ ეცემა. როგორც მახსოვს, მას ამის გამო ჰქონდა დამატებული კიდევ 3 წელი, თორემ 7 წელს აკმარებდნენ. მე კი ტრაგიკომედიაა, მაგრამ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა მემუქრება. ესე იგი მერაბ კოსტავაზე მეტი. თანაც შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი მოღალატის სტატუსით. საბჭოთა ხელისუფლებამ არ აკადრა ჩვენს დისიდენტებს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ეს სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო მაშინდელი კანონმდებლობა უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე დღევანდელი. ვითომ დამოუკიდებელი საქართველოსი, სადაც მოსამართლეები ისე არიგებენ 8, 10, 15 და 17 წლიან სროკებს, როგორც წინა საარჩევნო დაპირებებს. ასეთი ბანანის რესპუბლიკა ნამდვილად არ მირჩევნია ეგრეთ წოდებულ საბჭოთა ტოტალიტარიზმს. ვიცი რომ არც თქვენ ძვირფასო მეგობრებო. აი ეს გამოგიგზავნა გულბათმა და 2 სიტყვით როგორ ახსნით, აი მე სულ ამბობ მას შემდეგ რაც დააკავეს გულბათი და არა მხოლოდ გულბათი, გიორგი უძილაურიც, ირაკლი ჩიხლაძეც, რაღაცა ძეჟავიომა გიცით, როგორ იწყებოდა მიშას რეჟიმი, ხო აი ამ დაკავებებით ძალიან ვავლებ პარალელს. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ბატონო გულბათი პატრიოტია თავისი ქვეყნის და ადამიანი, რომელსაც უყვარს არა მარტო საქართველო, ქართველი კაცი უყვარს, სადაც არ უნდა იყოს ის. იმიტომ რომ ჩემთან ხშირად იყო გადაცემაში და ყველა გადაცემაში აუცილებლად მოქონდა სია იმ გადამარხვებს რო აკეთებენ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა, დაღუპული ქართველების სახელები, მათი გვამის, მათი ჭირის უფალი ვინ იყო ეძებდა და პირდაპირ ეს გადაცემები შეიძლება ჩვენ აი ნახოთ იქ. ესე გაასოცლა ეს ხალხი, დაუბრუნა თავის სამშობლოს, თავის ოჯახს, თავის ქალაქს, რაიონს, ეს ადამიანები დაუბრუნა. არაერთი აღდგენილი მემორიალური არა მარტო დაფა, რომელზეც წარწერები იყო, არამედ მთელი სასაფლაოები, რომელიც იყო პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ხშირად დადიოდა და იქ ის, რასაც იპარავდნენ, რაღაცას ხნიდნენ, საფლავებს ყიდნენ ადგილობრივები, აღწერილი ჰქონდა ყველაფერი.
ეს აღწერილი იცოდა სად იყო და როგორ იყო. დანგრეული ეს ობელისკები სადაც კი იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველები ყველა სოფელს ჰქონდა. ყველა სოფელს ასეთი მაგალითად 6000 კაცი იყო გაწვეული ქობულეთიდან ომში და 1500-ზე მეტი არის დაღუპული. და ყველა სოფელში არის ეს მე მახსოვს მომაჩებს პირადად მივყავდი ბავშვობის დროს და იქ პირველად ხედავდი რომ ის პირობდა. და ეს ბატონო გულბათმა გააკეთა იმ დროს, სადაც არავითარი საშუალებები არ იყო და არავინ არ უყურებდა. მეტი ჩვენ ვიცით ხო, გმირთა მთელი ობელისკი ქუთაისში რო ააფეთქა სააკაშვილმა. მაშინ ხო იცი და ადამიანების დაიღუპა. ეს ადამიანი აქაც თუდად მოიხსენ ვაკის პარკში გმირთა მემორიალს. კი, ყველგან მოიხსენ, დღესაც არსად ამ საკითხთან დაკავშირებით, აი მოვალეობას იხდიან თუ მოვლენ ვაკის პარკში რაღაცა ესე მოვალეობას იხდიან და სხვა დატვირთვა ამას არ აქვს. მეცაც გეტყვით, მელტონ ქართარია როგორ დაიცვალა, ის გარდაცვალების იმაზე დამარხეს და მთელი რიტუალი ჩაუტარა ამიერკავკასიის ოლქის გენერლებმა და ოფიცრებმა, ვინც იყო ჩაცული. და ჩვენ წარმომადგენელი იქ ადგილობრივიდან იყო, მაშინ დათო ქანთარიამ გააკეთა ბევრი რისი გაკეთება შეიძლება და მისმა სანაცესაო მას გააკეთა. მაგრამ ისეთი დატვირთვა წალენჯიხელი დათო ქანთარია? ხო. დიახ. ხო და აი ეს დატვირთვა საქართველოს მთავრობიდან არაფერი არ ყოფილა და იქიდან მოდის ეს ყველაფერი აი ასეთი ტრადიციებით მოდის. დღესაც ხო ახალგაზრდები არც იცნობენ ვინ არიან საქართველოს გმირები ამ მეორე მსოფლიო ომის. მეცაც გეტყვით ბატონო ჩემ სახლში თაური ცხოვრობს, ასე ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის გმირი. საბჭოთა კავშირის გმირი მფრინავი. რამდენს ვიბრძვით, იცი ჩვენ სამხედრო ისტორიის საზოგადოება, რომ პატარა დაფა გავაკეთოთ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი და ვერ ვაკეთებთ ამას. რატო ვინ გიშლით ხელს? ქალაქში ხო აზრებს ქალაქმა უნდა დაგწოს ნება რომ გაკეთდეს. მერია. ხო, ქუჩაზე და იმაზე ზედმეტია ლაპარაკი. აი სხვა შეიძლება, სხვა მაგალითად ვინც საქართველოს ხედავ, აი მაგალითად კელაპტრიშვილი ცხოვრობდა ჩვენთან ძალიან ძლიერი კელაპტარი არსაბლის ხელმძღვანელი იყო. მისი ძეგლი, ობელისკი და მთელი ისინია, მთელი პარკია მისი სახელობის. და ის გმირი არა. ანუ დაფასების ფასეულობები შეიცვალა. და ამას აკეთებდა გულბაათი ძალიან ესე ინტენსიურად. აი ის ამას აცოცხლებდა. და ვერავინ ვას ვერ ეკამათებოდა და მე ვფიქრობ ასე რომ აი ასეთი მიდგომა რო ქონდა, აი ასეთი ისინი იმ ადამიანების და იმ დროინდელი სახელმწიფოს სახით, რომლებიც იბრძოდნენ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ და ალბათ ვიღაცას ეს არ მოწონს, ამ ჩვენთან არ მოწონს, ამ დასავლეთში არ მოწონს და იმისი ლაპარაკი და მტკიცება რომ ჯაშუშია და სამშობლოს მოღალატეა, ცოტა სასაცილოა საქმე. ნუ იმიტომ რომ გმირები გაასოცხლა, ამიტომაც სამხედრო სამშობლოს მოღალატე რაში უნდა იყოს, მე არ ვიცი. გამოძიების ის ძალიან მაინტერესებს. არა, ჯერ გამოკითხული არ არის, ამდენი ხანია წინასწარი პატიმრობა შედეგი დადგება. ნახოთ, დახურულია. ადვოკატი ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, სასამართლო დახურულია. ესე იგი, ჩვენ პრინციპში, აი, იმიტომ მაქვს ძეჟავი, აი, იმიტომ არის სააკაშვილის ის მაქვს რაღაცა სინდრომი, რომ აი, წარმოიდგინეთ, არანაირი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოვა. და სამწუხაროა ის რომ მე სამწუხარო კი არა პირიქით მე გულბაათის უფრო მჯერა მაგრამ ხელისუფლებამ დაიმსახურა რომ მისი არ მჯერა ეს ხელისუფლების პრობლემაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ბიჭები რომელსაც აბრალებენ ჯაშუშობას და სამშობლოს მოღალატებას რაღაცა ვიღაცისგან გაკეთებული ხონერად არ ვიცი აი შედეგს უნდა ენამიტანილი სადღაც სხვანაირად შედეგს უნდა დაველოდოთ აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რას ლაპარაკობენ რა მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი. შეიძლება ერთი წამი ჩავერიო მეც. კი ბატონო, გისმენთ. იქნებ ბატონო გურამა როგორც გამოცდილმა სამხედრო პირმა და გენერალ ლეიტენანტმა განგვიმარტოს რა კრიტერიუმებით იზომება ჯაშუშობა და საერთოდ რომ წაუყენო ადამიანს ეს ბრალდება ხო რაღაცა ხელმოსაკიდი უნდა იყოს რომელიც მართლა ჯდება ჯაშუშობის რაღაცა სტანდარტებში და შეგიძლიათ გაგვიმართოთ ეს თუ იცით თუ ხონიათ ხება როგორც სამხედრო პირს თავის დროზე ამასთან გისმენთ ბატონო გურამ
მე ვეთანხმები, ბატონო ერას ვეთანხმები, იმიტომ რომ განმარტება თვითონ ჯაშუშობას აქვს ყველაფერს. ღალატის განმარტებაც არის რა არის, მაგრამ რა არის, იცით, ჩვენ არ ვიცით რა საბუთები აქვს, მაგრამ რა საბუთებით ამტყუნებენ მის მოქმედებას. არ ვიცით ჩვენ ეს. მე ვფიქრობ, რომ ბატონი გულბათი ისედაც ძლიერი პიროვნებაა. არა მარტო მომზადებული როგორც პოლიტიკურად, როგორც იურიდიულად, როგორც კაცი, როგორც ვაჟკაცი, როგორც ქართველი, ის თავის თავს დაიცავს. მას ასე ადვილად რომ ვიღაცა მოერევა და რომელიღაც იურისტები თუ შეწყზავენ რაღაცას რა უნდა შეწყდან, აი თუ ფაშისტურ გერმანიასთან ქონდა რაღაცა ურთიერთობა და ისინი ექნება, თუ გახსოვთ ხო იმის არა, საუბარია რომ მან შექმნა საბჭო რუსოფობიის წინააღმდეგ და რატომღაც ამას უკავშირებენ, რომ მერაბ, აი წარმოიდგინე რა აი ამ დამოკიდებულებისთვის არა, მე წარმოვიდგენ, იმიტომ რომ მე როდესაც დამაპატიმრეს. დიახ. 2007 წლის ოქტომბერში. სწორედ ეგუდათ შეეკერათ ჩემთვის როგორც ჯაშუშობა. და მე თითქოს გადააკვალიფიცირეს და ესე იგი გავლენის აგენტობა. და ის კონდანსატორის უფროსი და მისი მოადგილე ორი უთავმოყვარე ადამიანები, ერთი ჟღენტი და მეორე მესხი. უთავმოყვარე ადამიანები, მეუბნები, რაღაცა დამიდეთ მაინც რომ ისეთი რომ ხელმოსაკიდი გქონდეს თქვენს და მეც, რომ რაღაცაზე გაგცეთ პასუხი. იმიტომ რომ იმ კითხვებს, რასაც თქვენი ძახით და მისვამთ უბრალოდ არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც გინდათ რომ შემოვტენოთ და იმის საფუძველზე შეკეროთ. ხო და ისე იგი ღამის დაკითხვების შემდეგ წავიდნენ საბოლოო ჯამში მე უთხარი აღარ მოხვიდეთ მეთქი. დამთავრდა. მე თქვენ აღარ შეხვდებით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს მოთხარი. იმიტომ რომ არც თქვენ აგაქვთ ჩემთან სათქმელი მუქარის გარდა და არც მე მაქვს თქვენთვის არაფერი სათქმელი და ბოლოს გამასამართლეს მხოლოდ იმაზე რომ ის რაც ნემსი გამიკეთეს და თურმე და რაც ჩამიდეს ის მეტად. იმიტომ რომ აი მე დარწმუნებული ვარ რომ იგივე მოხდება ახლა გულბათის საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის რომ კაცი ხედავს საქართველოს მომავალს, თავისი ხედვა აქვს და როგორი ორიენტირი უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის, ურთიერთობის, მეზობლური, სავაჭრო, ეკონომიკური და ასე შემდეგ, ეს ამას ხო ღიად ლაპარაკობს უამრავი საქართველოს მოქალაქე. თან გულბათს გადაცემები მიყავდა, სულ საჯარო იყო მისი ეს ინფორმაციები. ხო და ეს არის ის მომენტი რომ ვიღაცას ნამეტანი უკვე ვიღაცა ძალიან შეაწუხა მისმა ასეთმა ღიად დაფიქსირებულმა პოზიციამ და ვინ შეაწუხა, მოდით ამას სხვა თვალით შევხედოთ კიდევ. ვინ შეაწუხა მერაბრატიშვილმა მაშინ, მე ხო არც განცხადებებს ვაკეთებდი, არც ტელევიზიით გამოდიოდი მაშინ მე როდესაც დამაპატიმრეს ხო იმ პერიოდში 2007 წელს, ხო? მე ვსაუბრობდი იმ ხალხთან, ვისაც ვიცნობდი ხელისუფლებაშიც, ხელისუფლების გარეთაც, ზოგი დეპუტატი და ასე შემდეგ და ყველასთან მქონდა კომუნიკაცია და ვამბობდი ხალხო ის რასაც ახლა ვაკეთებ არის კონტრპროდუქტიული და საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ეს მოგვიტანს ძალიან დიდ უბედურებას და მე ვიცი რომ მზადდება ომი და რახან მზადდება ომი, ესე იგი ეს ვიღაცა სჭირდება და რახან ეს ვიღაცა სჭირდება, ეს იქნება დაფინანსებული და დავიღუპებით და რაც მოხდა 2008-ში მე სწორედ იმ აგიტაციას ვეწეოდი ხელისუფლების ხალხთან, ხელისუფლებაში მყოფ ხალხთან, მინისტრებთან და არა მარტო. და ამიტომაც ასე და ასეა. და ეხლა ეს გამოიყვანეს როგორც გავლენის აგენტობა, რომ მე ვიღაცას გადავაფიქრებინე, რომ საქართველოს არ დაეწყო ომი რუსეთთან. იმიტომ რომ ეს იქნებოდა კონტრპროდუქტიული და დამღუპველი საქართველოს. რაც მოხდა და იმან ადრესს მithქვამს, მე მგონი შენთან გადაცემაში, ნინიკო, რომ ჩემი დაპატიმრება სწორედ ის იყო, რომ გამოიყენეს ეს მომენტი და იმ ხალხმა, ვინც იმოქმედა ჩემს წინააღმდეგ, თან ჩემს გვერდით ვინც იყვნენ, იმათ ეთყობა მიაცემინეს რაღაცა სრულ ჩვენებები და საბოლოოდ მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა 2008-ში. ეხლა არ გამოვრიცხავ, რომ კიდე რაღაცა პროვოკაციაში გვითრევენ და
შეიძლება საქმის კურსი იყო და ეს სადღაც გააჟღერა, რომ რაღაცა მზადდება და ფრთხილად, რომ კიდევ სადმე არ ჩაგვიტრიონ საქართველოს, ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ და ეს არაპატიეს. შეიძლება, იმიტომ რომ ტელეფონებს ხო ისმენენ, ოფისებში ისმინება, სახში ალბათ ისმინება და ნუ რა ვიცი, ესე იგი კიდევ სადაც კი შედის ადამიანი შეიძლება იქაც უსმენენ და დაძდევენ თან. ხო და ეხლა ამას ყველაფერს შეაკოწიწებენ, დაამონტაჟებენ და მერე მტკიცებულებად გამოიყენებენ, რომელსაც ნორმალური ადამიანი არ დაიჯერებს. ესე კიდე 2005 და 6 წელია გამოდის და 2007 წელი. და უკეთესია გონიათ? უკეთესია გონიათ ერთმანეთს ჭამენ, ამხელა კორუფციასთან გვაქვს საქმე და ის რაც უკვე ვითომ განახორციელეს ვიღაცის დაპატიმრებები, გამოშვებები და ასე შემდეგ, ეს ჯერ კიდევ მე მგონი ჟურნალია. მაგრამ აი თვითონ მას რომ მიადგებიან უკანონო ბიზნესისთვის, რომელსაც ახორციელებს საქართველოში. მაგრამ ვინ არის ჯერჯერობით ამის მომთხოვნი? და იცის რომ ესე იგი ან უნდა ბოლომდე დარჩეს და ბიტკოინებს გულისხმობთ? ბატონო, ბიტკოინები ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ხარჯზე შოულობს. იმიტომ რომ პენსიონერს აქვს ერთი ტარიფი ელექტროენერგიის და უბრალოდ მოქალაქეს და მას აქვს ტარიფი, რომელიც ნახევარზე ნაკლებია ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ იპარავს ამას ყველაფერს და რომ კომპენსაცია მოახდინოს იმ დანაკარგის თუ დაღებული ფულის ნაკაჩაღარის, რომელიც აქვს დასავლეთში. და ამაზეა საუბარი. კარგით, მოდით გულბაც კიდე ერთხელ მიულოცავ დაბადების დღეს, გამაგვი გულბაც. მიმლოცია და მე ახლა მიულოცავ და ვეთქვი რომ მას შეუძლია ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება იქაც, სადაც ჯერჯერობით დროებით არის. და დაიწყოს წერა იმ პროცესის რისთვისაც დააპატიმრეს, იმიტომ რომ სანამ ვინმე რამეს შეუთითხნის და შეუთხზავს, ჯობია თვითონ ბევრი ისეთი რამე დაწეროს და გამოაქვეყნოს, რაც გახდება გასაგები საქართველოს მოსახლეობისთვის და მათ შორის იმ ხალხისთვის, რომლებმაც შეკერეს და უკერავენ ამ საქმეს. მე ამას ვთავაზობ, რომ მიხედოს ამას. მათ შეუძლია ეს ამის გაკეთება. დიახ. და ეხლა ბატონ გურამთან მაქვს კითხვა. ბატონო გურამ, თქვენ გენერალ-ლეიტენანტი ბრძანდებით, ხო? და ანუ მე რისი თქმა მინდა, იცით, თქვენ გენერალი, აი როცა გაიგეთ, რომ თქვენს გენერალი ხართ და მამუკა მდინარაძეც გენერალია, აი რა გრძნობა გაგიჩნდათ? აი ეს მამუკა მდინარაძეს ისეთ თანამდებობა ქონდა, გენერლის თანამდებობა, თუ ის დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მას ეკუთვნის ეს წოდება და არის აი ასეთი უბრალოდ მეორე მსოფლიო ომში სტალინის დროს აი სამოგმაში თუ ქარხნის დირექტორი მისი სტატუსი იყო გენერალ-მაიორი, მას ანიჭებოდა საომარი მდგომარეობის დროს, ანიჭებოდა გენერლის წოდება. ან მშვიდობიანობის დროს უსტინოვი მაგალითად გახდა თავდაცვის მინისტრი. ამის უფლება პრეზიდენტს აქვს, უწერია, ანიჭებს წოდებებს. გენერალ ხო, მაგრამ გენერლობას მაინც რაღაცა გარკვეული დამსახურება უნდა. მე წარმომიდგენია ხა ის გენერლები, რომლებმაც გამოიარეთ ომი, რომლებმაც იცით რა არის, ხო, აი ამ ჩინის ფასი. მე მაგალითად ცოტა ირონიულად უყურებ ბატონო გურამ რა, რომ აი თქვენს генерალი ხარ და მამუკა მდინარაძის გენერალი. მე გენერალი ვარ, არტილერისტი ვარ. გენერალი ჩემი სპეციალობა, მე დავამთავრე სასწავლებელი და მივადი ემაზე, მაგრამ ის დაინიშნა ისეთ თანამდებობაზე. რომ ეკუთვნის გენერლობა. აი მაგალითად რაიკომის მდივანი, ხო, უნდა გაიაროს სამობილიზაციო შეკრებები, ერთი თვე რა მაგარ აქვს, მშვიდ ანიჭებენ წოდებებს. არა, მამაჩემი იყო მეორე რაიკომის მეორე მდივანი მცხეთაში, პირველი იყო მაშინ შევარდნაძე, მაგრამ მამაჩემს არანაირი სამხედრო წოდება არ ქონია. არა და იყო მეორე მდივანი მცხეთაში. არა. ყველა რაიკომის მდივანს, ყველა
პოლიტიკური იქნებოდა თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე იქნებოდა ყველას სამობილიზაციო წოდება ჰქონდა სამობილიზაციო შეკრებას ისინი გადიოდნენ სამობილიზაციო მომზადების და სამობილიზაციო აი მიწერილობა სად იყო მიწერილი ყველას ჰქონდა ანუ ყველა იყო სამხედრო თანამდებობის პირი ყველა სამოქალაქო აი სამობილიზაციო იმაში იყო კომისარიატში იძახებდნენ ერთი კვირით ერთი თვით გადიოდნენ ამ შეკრებებს და ანუ თქვენ ჩვეულებრივად აღიქვამთ ახლა ამას რომ თქვენს გენერალი ხარაგასაზე მაქვს მდინარაძეს მიმართ არასწორი ის რომ ვერ ერკვევიან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის რა არის ან სახელმწიფო მოხელის მე-16 პარაგრაფი რას ამბობს ის როდესაც მეანიჭეს ლეიტენანტი უფროსი ლეიტენანტი და ასე გაყვან და სამას როგორ ერთ თვეში ლეიტენანტი იყო უფროსი ლეიტენანტი გახდა ვადაზე ადრე წოდების მინიჭება სამხედრო მოსამსახურეს აქ უფროსო უფლება ვინც ანიჭებს იმას აქ მხოლოდ და მხოლოდ თუ გაიარა ნახევარი დრო მაგალითად თქვათ კაპიტნიდან მაიორამდე არის 3 წელი აი 3 წლის ნახევრად ნახევარი უნდა გაიაროს და მაშინ მიენიჭება მას ვადაზე ადრე წოდება მაგრამ მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში მეტი არა ან რაღაცა დამსახურებისთვის არა რა თქმა უნდა ხო და რა ხდება მაშინ დინერაძის შემთხვევაში აი ეს არის აი რისთვის ჭირდებოდა თვითონ აი ასეთი ის რომ ანუ ლეიტენანტი იყო მე უფროსი ლეიტენანტი ეს გაიარა მან არაფერი არ გაუვლია და ეს სისულელე იყო პირდაპირ შეეძლო პრეზიდენტს მინიჭება პირდაპირ შეეძლო მინიჭება ამ თანამდებობაზე მისი თანამდებობა იყო გენერალ ლეიტენანტის თანამდებობა ჰქონდა მას და პრეზიდენტს აქვს უფლება გენერლის წოდებებს ის ანიჭებს და ის მას აქვს უფლება პირდაპირ მიენიჭებია თანამდებობიდან გამომდინარე ეს თუმცა მანამდე უნდა გაევლო ეს ყველა ხო და არ გაუვლია ალბათ არ გაუვლია კი მაგრამ ეს საერთოდ ეს ინსტიტუტი მოსწეს საქართველოში არ არსებობს აღარ არის ეს ინსტიტუტი არ არსებობს მაგრამ აი ასეთი კლოუნადა საერთოდ არ იყოს და რისთვის იყო საჭირო ან საერთოდ რატო ანიჭებდა რისთვის იყო საომარი ომი იყო რა იყო რისთვის სჭირდებოდა აი მდინარაძეს აი ასე დამცირება ბატონო გენერალო დიახ ჯერ სადახართ კიდე რამდენ კლოუნადას ნახავთ ასე და რამდენ გენერალს კიდევ გამოაცხობენ ასე სასწრაფოდ სერჟანტიდან გენერლობამდე ოღონდ ერთგულება შეფისონ მამა მარჩენელს ამიტომ მე უკვე აღარაფერი მიკვირს საქართველოში და მე მგონი აღარც თქვენ გიკვირთ არც თქვენ პირადად როგორც გენერალს და არც ნინიკოს როგორც ჟურნალისტს მე ნამდვილად არაფერი აღარ მიკვირს არა აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს ქართულ ჯარში დიახ იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებიც ჯარში სარუმსახურიან და გენერალ ლეიტენანტები გახდნენ მეცაც გეტყვით შევარდნაძემ ჩვენ კადრის ოფიცრები ვარდიკო ნადიბაიძე მოხსნა თანამდებობიდან ჭუმბურიძეს დუმბაზეს გენერალ ლეიტენანტობა მიანიჭა და ისე იმათ ჯართან არავითარ კავშირი იხვეწებოდა ჭუმბურიძე და დუმბაზე გაგვიშვია რაღაცა დუმბაზე ამბობდა ტექსტილის ფაბრიკაა რაღაცა იმას მოულიო მე ჭუმბურიძე ამბობდა ერთი გასამართის სადგურია და დამანებე თავი ჯართან არაფერი არ მაინტერესებს მე გვარდიაში იყო სავიზროზე ნუ პატიოსანი და წესიერი ადამიანები იყო მაგრამ იმას მიანიჭეს და ჩვენ დაგვანახეს კადრის ოფიცრებს შევარდნაძემ დაგვანახა რომ ჩვენ არაფერი არ ვართ და ამ დროს ჩვენ ვიყავით ხო მან ჩვენ გვიღალატა ჩვენ ომში ჩავედით იქ აფხაზეთის ომში და ვიომეთ ხო აი სხვათა შორის ეხა აფხაზეთის ომი ახსენეთ და ტამიში მინდა ტამიშის ბრძოლა ეხლა ხო გუშინ ტამაშის ბრძოლა დაიწყო 2 ივლის 93 წლის და დამთავრდა 10 ივლისს ეს ბრძოლა იყო ბოლო გამარჯვება ქართული ჯარი ჩვენ აფხაზეთის ომში არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია არც ერთი ყველა ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა ჩვენ წავაგეთ ომი ჩვენ წავაგეთ პოლიტიკურად მაშინ იმიტომ რომ ღალატს ჰქონდა ადგილი პოლიტიკური ღალატი მოხდა ეთანხმებით ბატონო გურა რატომაც არა ამასაც აზრი აქვს ყველა ის უნდა შეიკრიბოს ყველა აზრი და ჩამოყალიბდეს რატომ მოხდა საერთოდ აფხაზეთში თუ ბრძოლები ყველა მოვიგეთ და გავიმარჯვეთ მაშინ ომი რატო წავაგეთ ომი წავაგეთ რატომ დათანხმდა შევარდნაძე რომ ჩახმახები ჩაგვებარებინა რა თქმა უნდა და თან მე არ დამავიწყდება მაშინ თბილისში 14 სექტემბერს დაიწყო სწავლა და სოხუმში 1 სექტემბერს აი წარმოიდგინეთ მთელი დევნილები უკან დააბრუნეს ბავშვები ჩააყვანინეს რომ სკოლაში მieყვანათ და მე კი ვნახეთ რაც მოხდა მაშინ დაუმთავრა პრინციპი
სანამ ტამიშის ბრძოლა მოხდებოდა, მანამდე იყო 15 მარტის შეტევა, ძალიან დიდი ძალები, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ძალები, რუსეთის მე-7 სადესანტო დივიზია, რომელიც განლაგებული იყო ერთი ბატალიონი როტაციით იმაშობდა, ფსკოვის დივიზია იყო. განლაგებული იყო იმაში ბომბორას აეროდრომზე გუდაუთაში და მეორე იდგა სოხუმში, რომელიც იცავდა ეშერას ლაბორატორიას. ის ყარაულში იყო და ის ყოველ სამთვეში იცვლებოდა ეს ბატალიონები, იქაც და აქაც. ისინი პირდაპირ მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში. პირდაპირ მონაწილეობა ჰქონდა. 15 მარტის შეტევის დროს მაშინ ქართულმა ჯარმა ჩვენ ისეთი ბრძოლები ჩავატარეთ მაშინ რომ დაღუპულების უამრავი რაოდენობა 400-ზე მეტი დაღუპული ყო და იქათა მხარეს რომლებიც გადმოვიდნენ გუმისთაზე ნუ შემოვიდნენ თითქმის ბარათაშვილის ადგურამდე შემოვიდნენ მეტი ვერა გრეჩკოს გზა არის იყო ასეთი და გრეჩკოს აგარაკები იყო ზღვის სანაპიროზე გუმისთა რო უერთდება ზღვას იქ აჩადარას ხიდიდან აი ამ მიმართულებაზე კამანეს მიმართულებიდან იქიდან შეტევა სოხუმ გესიდან იქიდან დინარე სოხუმის ჩამოვლით არის გუმისთას რო უერთდება იქ კამანია სოფელი და ეკლესიაც ცნობილი ეკლესია კამანის ეკლესია ამ ყველა მიმართულებით იყო ბრძოლები 15 მარტს დამარცხდნენ ისინი გაიხსენ მაშინ მოხსენება გავაკეთე მე არის იყო ასეთი სოუმინი ქვიოდა და უზახოდა მინისტრ საბჭოს აგარაკები იყო და იმ აგარაკებზე მე გავაკეთე მოხსენება ამ მოხსენებაზე ყველა მეთაურები ესწრებოდნენ და ჩვენ უნდა გადავსულიყავით კონტრ შეტევაზე ყველაფერი დათვლილი, ყველაფერი გაკეთებული. ერთხელ გავაკეთე მოხსენება შევარდნაძე, როგორო გენო ადამიანს დათო გულუამ კარგად იცის ეს. ჯერო ყვარჩელი არ აგვიღიავდა, ვეუბნები აქ არის მდგომარეობა ასეთი, აქ დამარცხდნენ ისინი, არავინ არა. ეშერაზე ისე გავალთ, ვერანი ვერ გაგვაჩერა. იქ გადაწყვეტილება შევარდნაძე მიიღო, არაო, იქეთ არ წავალთო. სხვადასხვა კობა კობალაძე დაგვიჭირა მხარი, კობა კობალაძე დაგვიჭირა მხარი, ვალერი ხვარაია მე, კობა კობალაძე და იყო ასეთ უშიშროების მინისტრი იყო აფხაზეთის და მაგისტრატი სიგვარი გავიხსენე. იმან დაგვიჭირა, აი სამაგასმა დაგვიჭირა მხარი, მეტი არა. დანარჩენმა არაოდა. მე დათომითრა გულუამ რომ თურმე რომ შემოდიოდნენ ისინი ამ შენობაში შევარდნაძე დახვდა იქ და უთხრა მე რუსკოე მითხრაოდ ამერიკა იქიდან თუ თქვენ გადახვალთო გუმისთაზეო მე დაგუბავთ თბილისო და ამიტომ ჩვენ გუმისთის გადასვლა არ ჭირდება მაგრამ მე ვიყავი იქ მთავარი ვინც გეგმავდა გენშტაბის უფროსი მთავარი მაშინ მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ყველაზე მთავარი შტაბის მე ვიყავი იქ მე ვაკეთებდი მოხსენებას ჩემთვის არაფერი არ უთქმიათ მე არც ვიცოდი რა უნდა ვის შეხვდა რა ელაპარაკა რუსკოევის ელაპარაკა და მიიღო ეს გადაწყვეტილება შევარდნაძე არაო ახლა მომზადეს ძალებიო მომზადესო და გავაკეთოთ ტყვარჩაზე შეტევაო ამ შეტევას ესე იგი ხელმძღვანელობდა გია ვაშაკიძე გაკეთდა არაჩვეულებრივი გეგმა ჩამოყალიბდა მთელი ძალები საშუალებები დათვლები გაკეთდა ის მაგრამ ის ინიციატივა ჩვენ დავკარგა ანუ ჩაერია პოლიტიკური ის გადაწყვეტილება და დავკარგეთ ტამიშის ბრძოლას როდესაც ჩვენ დავამარცხეთ ყველა მხრიდან იყო შემოტევა ტამიშზე 4 გემით დესანტი გადმოსხეს დინარე ტამიში რო უერთდება იმას ზღვას აი ეს ნაური ჯიქიას იქ ყავდა მეთვალთვალე დაყონებული რომელიც უყურებდა გემები რო არ შემოსულიყო უკვე ინფორმაცია ჩვენს ჰქონდა და როგორც კი გამოჩნდა ეს გემები მთელი артиლერია იმის ოჩამჭირის მიმართულების артиლერია 23 ბრიგადის გურამ დადვანის მე-5 ბატალიონი და განსაკუთრებით მე-11 ბრიგადა და პირველი საარმიო კორპუსი ბარბაქაძე იყო კორპუსის მეთაური შტაბის უფროსი გიათორაძე იყო გიათორაძე ძალიან მაღალი დონის ოფიცერი ყველა მხრივ ძალიან კარგად მომზადებული და ეს პირადი შემოვიდა დაცოცებზაძე ბრიგადის მეთაური ლომთათიძე იყო საარტილერიო პოლკის მეთაური იქ დაიღუპა ყველაზე მეტი შანობადას ბატალიონის იქ 17 კაცი დაიღუპა ძალიან გმირულად ბრძოლობდნენ ისინი და თავდგირიძე მაშინ ანუარხუა იყო მთა ასეთი ლაბრა ზევით იდგა რომელიც უყურებდა აი მთებისკენ იქეთ საიდანაც შეტევას აკეთებდნენ გზას ხსნიდნენ ზემოდან მოდიოდნენ და დესანტი რომელიც გადმოისხა ორი გემი სადესანტო გემი ჩამოსხეს დამიშთან და მესამე გემზე უკვე артиლერიამ ჩვენმა მოასწრო და გახსნა ცეცხლი
და ძალიან მომზადებული ნაური ჯიქია ეხსერათ არის ჩვენთან აქ ტელევიზიაში ის ამ სარაკეტო ჯარების და артиლერიის სარდალი იყო ამ მიმართულების ოჩარმოჩერის მიმართულების გიავაშაკიძე, კაკოვაშაკიძე და მაშინ მოხდა მობილიზება მთელი ძალების მათ შორის ძალები იყო ქობალია რომელიც ზუადისებია ისინი ჩამოვიდნენ მხედრიონი ქობალიას ისინი პოლიცია უშიშროება კი ზუგდიდელი ბიჭები ქობალიასთან ერთად ყველა ისინი დადგენ და მაშინ იყო რომ გაერთიანებული საქართველო იბრძოდა ამირან ქარდავაც იყო ეხლა ხანს გარდაიცვალა და აი მაშინ გამარჯვებას მივახციეთ ჩვენ იქაც გამარჯვებას მივახციეთ და გუმისთაზეც გამარჯვებას მივახციეთ ომი რატო აი მე მაგალითად მე ვამბობ ამისკენ მივდივარ პირველი მე ვთქვი რომ არ მოხდა მარტში შევარდნაძე მიიღო სხვა გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სხვა ის არა სამხედროები მას რაღაცას არ გვენდო ალბათ. მეორე, აი როდესაც აი ეს ამიშის ბრძოლა რო დავამარცხეთ, მაშინაც გეგმა გქონდა ჩვენ კონჩეტევაზე გადავსულიყავით იქეთ. მაშინაც შევარდნაძემ არ ვიცი, მე არ წარმოიდგინეთ გენშტაბის უფროსი, რომელმაც არ მაქვს ინფორმაცია, თურმე წავიდნენ და მოელაპარაკენ უკვე იმაზე, რომ გაიტანონ იარაღი, გამოგიყვანონ იქიდან და ყველაფერი და მე ამას ვებულობ უკვე გადაწყვეტილებას მიღებულს. და მე გეგმა მაქვს გაკეთებული, მე რატო ვარ ვალერი ხვარაია, უგანათლებული ეს პიროვნება, კორპუსის მეთაური, ზაური უჩაძე, მეორე გახდა კორპუსის მეთაური. ეს ადამიანები ყველა მომზადებული ოფიცრები, თათუაშვილი ხვარაია, უჩაძე, გიავაშაკიძე აი აქ მაგრამ რამდენად რეალური იყო მაშინ ომის მოგება ეხა მე თავისუფლად გავდიოდით კი მაგრამ რუსეთი საპასუხო რუსეთმა ვერსეთი ბრძოლა ვერ მოგვიგო შემდეგ იარაღი რო გაიტანეს მთელი მძიმე იარაღი ჯარისკაცები ყველა ადგილობრივი დარჩენ მხოლოდ ავტომატებით მეტი არ არის ქვემეხი არ იყო ისინი იმათ მე მისცეს ეს იარაღები თუ გახსოვთ თქვენ აი ეს საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო რა გვარი იყო ეს ანდრეი კოზირევი ამბობდა ჩვენ მივიღეთ ყველაფერი დავწერეთ და მე არ ვიციო როგორ მოხდა რომ იმას იარაღი აღმოაჩნდა აფხაზეთსო და ისინი კონცერტებზე გადმოვიდა მაგალითად გადაცემა გავაკეთებთ სხვათა შორის და მოვყევი იმის შესახებ რომ ეს ჩახმახები რო ჩამოგართვეს როგორ მოხდა ეს და მე როგორ დაუბრუნეს აფხაზებს და ნუ პრაქტიკულად ჩვენ უიარაღოდ დაგტოვეს როდესაც შემოწმება აი კარგად ახსოვს ბატონ ვერაფს ყველა კალინზატორა ქვია აი ასეთი ისინი ქვემეხში რაც არის ის ყველა ინდივიდუალურია ყველა ესე ყველას თავისი აქვს ერთი მეორეზე არ მიდის თუნდაც ერთი კალიბრი იყოს რა იმიტომ რომ იმას აკეთებენ რა ქვია გათლაკეთებენ ჩამოსხმული არის ის ესენი რუსებმა აიღეს შეაგროვეს ეს ყველაფერი გემზე დატვირთენ ერთ გემზე ეს იყო მეორე გემზე ის არის ეს ყველაფერი და შემდეგ როდესაც საარტილერიო დამადგარებში ჩავსვით ვერ მოარგეთ იმიტომ ერთი артиლერია იყო ერთი ბრიგადის მეორე ბრიგადის აი ეს რაც მაშინ გაგვიკეთეს ჩვენ და სამხედროები რუსი სამხედროები ვერ იტანდნენ შევარდნაძეს ვერ იტანდნენ იმიტომ რომ გერმანიიდან ისე გამოიყვანეს ეს ჯარები და შემდეგ იმაში უდაბნოებში და იმაში დაყარეს და შემდეგ ყველა გაუშვეს ჯარიდან. ტრიალ მინდორზე დაყარეს ხალხი, ტრიალ მინდორზე. ისე სხვათა შორის, აი მე პირადად მე 93 წელს მაშინ სოხუმი ჩვენი იყო, აი კიტოვანის კაბინეტში. ვეჩეთი დაუკავშირდა შევარდნაძე კიტოვანს და მე მახსოვს როცა დადო ყურმილი კიტოვანმა უკაცრავად შეაგინა ესე იგი და თქვა რომ შეტევაზე უნდათ გადასვლა გუდაუთისკენ და შევარდნაძემ კატეგორიულად აუგრძალა რომ სოხუმიდან ფეხი არ გაადგა ამას პირადად შევესწარი რა და ეს რომ შეთანხმებული ომი იყო და ვის ჭირდებოდა ის ოკეანის გადახმელების მომზადებული იყო დაგეგმილი ყველანაირად რუსეთით შემსრულებელი იყო იმ შემთხვევაში და დანარჩენებს იმიტომ რომ ეს ვიცი შიგნიდან თუნდაც იმ დღეს, როდესაც 93-ში ხელი მოეწერა სექტემბერში სასტუმრო პრეზიდენტ ოტელში, მოსკოვში, ხელშეკრულებას, სადაც ელცინი იდგა შუაში და შევარდნაძე და არზიმბა გვერდზე, იქ ჩემმა მეგობარმა, რომელიც იყო ახლა ვამხელ, ახლა პრაქტიკულად იმ სიტუაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის კოზირევის მოადგილე იყო. მე ვინც მომაწოდა მასალა და უთხარი და მივეცი
და უთხარ გადავეცი შევარდნაძეს, მაგრამ იმ დროს სხვათა შორის კამკამიძე უკვე გაგდებული ყავდათ, ნუ ესე იგი პრაქტიკულად მიიყვანეს მდგომარეობამდე რომ წასულიყო და აი მაშინ დაიწყო ყველაფერი ის უბედურება, რაც მერე დაგვირგვინდა ბრჭყალებში დაგვირგვინდა ჩვენი დიდი ტრაგედიით და სწორედ მაშინ მითხრა მან ფრთხილად იყავითო. აი მაშინ მითხრა იქვე, სადაც ამდენი ხალხი ესწრებოდა იმ პრეზიდენტ ჰოტელში ხელმოწერის შემდეგ, ვითომ რომ სამშვიდობო ხელშეკრულება და ეს იყო ჩასაფრება, ეს იყო პრაქტიკულად ამერიკელების გაჩალიჩებული ყველა შემსრულებელი იყო იქ. ელცინიც, შევარდნაძეს, ნუ არძიმბას ახლა ბევრს არაფერს არ აკითხებდნენ, რასაც ეთყოდნენ, იმას აკეთებდა. ხო და ეს იყო რეალურად. მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის ბატონ გურამთან გადაცემაში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არათუ მოგვატყუეს. ჩვენივე ხელით დაგვაკარგინეს? ჩვენივე ხელით დაგღუპეს. ჩვენივე ხელით მაშინ აი ბატონებო და ბატონო გურამ. საერთოდ ომის და აი უკაცრავად, აი მე ამდენი წელია მაწუხებს რა ეს კითხვა. ჩვენ ხო ვიცოდით რომ ეს იყო წაგებული ომი. შევარდნაძე მიცოდა რომ ეს იყო წაგებული ომი. აი რატო გარიგებით მოიყვანეს ბოდიში, მაგ გარიგებით მოიყვანეს. ხო, აი ნახეთ, რატო არ მოხდა წინააღმდეგობის გაწევა, იმიტომ რომ მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ეროვნული მოძრაობიდან და ეს სიტუაცია რო იყო და აი მე მახსოვს რომ რა თქმა უნდა აი მე ჩვენ ვიცოდით რომ ეს იყო წაგებული ომი, ჩვენ ყველამ ვიცოდით, აი მე და ჩემმა მეგობრებმა რომ აფხაზეთი დაიკარგებოდა. რატო დათანხმდით რომ აი რატო ვერ აიძულეთ შევარდნაძე? არ იყო ამის საშუალება? გეტყვით ახლა. დიახ. 21 თუ 22 დეკემბერი იყო 92 წლის და ოჩამჩირის კაბინეტში იჯდნენ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი. მე შესასვლელში გზელი კაბინეტი იყო, ასეთ შესასვლელში რუკები და ვამზადებდი მოხსენებისათვის იმან. და ხმამაღლა ლაპარაკობდა ჯაბა. ელაპარაკებოდა შევარდნაძეს. რატო დართეთ უფლებაო, რომ კიტოვანსო ჯარი შემოეყვანა იმაშიო, აფხაზეთშიო და რატო მაიძულეთო მეო? მე რატო მაიძულეთო რომ უკანა რიცხვებითო დავთანხმებოდი ამ საკითხსო? რატო დაიწყეთო ეს ომი? ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხო, შევარდნაძე რაღაცას პასუხობდა, მე არ მესმოდა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ის დაბალი ტონით ლაპარაკობდა და ისინი შორს იძენ ჩემ. ის ხმამაღლა ლაპარაკობდა. რატო გააკეთეთო ესო და ისო მეცო ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეთო და მე მაგისი თანახმობა ახლა ხო უყურებ აი იმ კიტოვანის მიერ დაწყებული იმასო რატო მიეცითო ამასო ბანიეთო რატო გაამართლეთო მისი აქ ბატალიონის შემოყვანა შემდეგ 22 დეკემბერს მეორე დღეს აი ის დროები არის უნდა გავაკეთოთ შეტევა დოდوانე ესე იგი ოჩამჩირიდან შეტევა ყვარჩელის მიმართულებით ჯარები ყველაფერი მომზადებულია მე ვაკეთებ მოხსენებას და ზიან ყველა გენერლები გუჯაბიძე, გენერლები დულა და ლერი აბაშიძე იყო შევარდნაძის მთავარი სამხედრო მრჩეველი. კამკამიძე და კიდევ ვიღაცები ახლა რო არ გამომჩეს ვიღაცების. ისინი მე ვაკეთებ მოხსენებას და ვაკეთებ. შეტევა რო გავაკეთოთ ეს ჩემი მოვალეობაა. თანაფარდობას ვაკეთებ ჯარს. იქეთ რა არის, აქეთ რა არის და რა გჭირდება? ფრონტი, რა საშუალებები გვაქვს ჩვენ, რა ჯარი ყავს, პირადი შემადგენლობა, იარაღი, ტექნიკა, ის რაც ჩვენ გაქვს, მარაგები, ტყვია, წამალის და რა მიმართულებით რამდენი უნდა იყოს ეტაპი, პირველი, მეორე, მესამე, ესე იგი სიღრმე დიდი არის, ოჩამჩირიდან ტყვარჩელამდე ასეთი. ვაკეთებ და ამისათვის საჭიროა ეს, შევარდნაძე მეკითხება, ჩვენ ეს გვაქვს? მოთხარი არ გვაქვს. მაშინ რატო ლაპარაკობ? მე ვთქვი თქვენ ამბობთ, რომ შეტევა გავაკეთოთ. ბრძანება მიღწეული. მე დავთვალე და ეს ასეა. ჩემ თელის დაზვერვის იმის მონაცემ, ჩემ პირადი კი არ არის ასე მე გათვლები გავაკეთე, მოხსენებას ვაკეთებ. კიდევ ერჯერ, ორჯერ, მესამეჯერ კი მაგრამ ეს გვაქვს ჩვენ საშუალებები ასე გავაკეთოთ, ტექნიკა და იმაზე იყო. არიწოდა ხო ვითომ? არაო. ეს შევარდნაძე ამბობს გვაქვს, უთხარი არა. მაშინ რა თემა შეგვიძლია? ადგა კამკამიძე და ეუბნება. Эдуард Амбросевич, его дело рассчитать и доложить. Да. А наше дело это обеспечить. Ваше и мое дело. Адга შევარდნაძე და მასავით აი ასეთი იმით. არ ვიცი მაშინ რაც გინდათ ის მე დაიხურე ქუდიო და ადგა ჩადგა მანქანაში ის ასვით მიმით და წავიდა ოჩამჩირიდან სოხუმში.
ლერი აბაშიძე მისი სამხედრო მცველი იგზის და მოდიო ჩვენ გავაკეთოთო წერილია რომ წევიდესო მოსკოვშიო თუ არ გვაქვს ამის საშუალებები და ისინი ელცინს დაელაპარაკოსო და ბოლოს ეს დაალაგოს ეს ურთიერთობებია ეს წამოწყებული ორი ჩვენ არ გჭირდებოდა არაფერში საერთოდ მომზადებული არ იყო ჯარიც არ იყო ახლა იმათგან ქართული იცოდა გენერლები ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ ქართულად მაინდამაინც მესფერო ლაპარაკობ მაგრამ მე ვიყავი პოლკოვნიკი ისინი გენერლები და მე წერდი ახლა ესე ტექსტი მიმართვა ყველაფერი დავწერე ეს ყველაფერი გადავაქართულე კამკამიზე ვერ ლაპარაკობდა ქართულად გადავაქართულეთ ყველაფერი საბეჭ მანქანაზე დავბეჭდეთ ლერი აბაშიძემ აიღო ეს შემდეგ სტამბაში დაბეჭდა მთავრობის იმაში დაბეჭდა იქ და პირველი მარტისთვის არც ერთი ეს გენერალი ქართულ ჯარში აღარ იყო. ყველა მოიცი. ის ხელი მოაწერა. მოკლედ ეს არის ძალიან დიდი შევარდნაძის არ ვიცი. ოდიში. დასკვნა რა გამოგვაქვს ამ ყველაფრის შემდეგ. რომ შევარდნაძე მიწოდა რას მოაწერა ხელი? აბა. მისი ჩამოსვლა უკავშირდებოდა იმ დავალების შესრულებას რომ ჩვენ ნუ სამუდამოდ თუ არა ძალიან დიდი ხნით შევსულიყავით ისეთ კონფრონტაციაში აფხაზეთში არა მარტო აფხაზეთში რუსეთთან რომ ჩვენ აღარ ქონოდა იმის საშუალება რომ საკუთარი პოლიტიკა განვეხორციელებინა ანუ აღმოჩენილიყავით ორ ძალას შორის რომლებმაც პრაქტიკულად მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე ერთგანაც ლიბერალები იყვნენ სათავეში მეორეგანაც ლიბერალები იყვნენ სათავეში და თვითონაც ლიბერალი მოგვიყვანეს და დაგვიშვეს. ელცინი ხო საერთოდ ამერიკანსკая штучка, ესე მოიხსენიებენ დღესაც. საქმეც მაგაშია. ამიტომ ეს იყო მომზადებული საკითხი, რომ ჩვენ როგორმე ჩამოვეცილებინით პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს. ეს იყო მთავარი მიზანი. ამ მიზანს მიაღწიეს ვისი ხელით? იმის ხელით, ვინც მოიყვანეს და დასვეს, ვინც მოაწერა კანცლერ აქტს ხელი. ყველა ის პირველი პირი რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ აღმოჩნდა თავის რესპუბლიკებში, ყველას ხელი აქვს მოწერილი კანცლერ აქტზე. მე ამაზე ვისაუბრია შენთანაც გადაცემაში ნინიკო და ბატონ გურამთანაც ვისაუბრია გადაცემაში. ეს კანცლერ აქტია, რამაც დაღუპა საქართველო და ყველაფერი შეასრულებინეს. მოხდა გათავდა. მოკლედ ეს შევარდნაძის კისერზეა და ძალიან დიდი ხვედრია რა, ძალიან დიდი ტვირთია მისი სულისთვის, იმიტომ რომ ასე გახლიჩა არა, მას რა თქმა უნდა და საქართველოს გაკეთება, აყვავება, მაგი მოატყვილეს, მაგის მოატყვილეს, სხვა შორის, როცა პირველ პირს ასე ადვილად ატყვევენ, თქვენ გჯერათ რომ ატყვევენ, მე არ მჯერა რომ ატყვევენ, მაგრამ ეს არ არის შეღავათი. როდესაც პირველი პირი ხარ და ესე ტყუვდები, ესე იგი შენ არ ახარ იმ ადგილზე სადაც უნდა იყო თუ მე მაშინ ერთი ძალიან ახალგაზრდა ვიცოდი რომ წაგებული იყო ეს ომი მე მაგალითად შევარდნაძემ არ იცოდა რას ნიშნავს მოატყუეს ეს მიუღებელი არგუმენტია ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 4 წუთი და ბატონო გურამ ძლივს ხართ ჩემი სტუმარი თქვენი აზრი მაინტერესებს ნახეთ რუსეთი უკრაინა რუსეთს ეომება ალბათ 60-მდე სახელმწიფო და ამერიკა და ირანი აი რა მდგომარეობაშია ხა მაგალითად ამერიკა-ირანის ნუ ამერიკა და ირანი დღეს იმ მდგომარეობაშია დამარცხებული არც ერთი არაა და გამარჯვებულიც არც ერთი არაა და ის პოზიცია რაც არის ირანმა უფრო მეტი შეინარჩუნა იმით რომ ირანი არის ადგილზე და ამერიკა ვერ ჩაატარებს ირანში სახმელეთო ოპერაციას ვერაფერს ვერ ჩაატარებს ანდა უნდა გაასწოროს და ყველა უნდა გაანადგუროს და ამის გაკეთება შეუძლია ვერაფერსაც ვერ გააკეთებს მაშინ უნდა აღგავოს პირისაგან მიწისა მთელი ირანი ვერაფერს ვერ გააკეთებს და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს? მე ვილაპოზ და მოусვინოთ რაღაც მისი საინტერესო თქვა. მაგას ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არც სათანადო რესურსი აქვს, მით უმეტეს პოლიტიკური რესურსი და არც შიდა მხარდაჭერა აქვს. პრაქტიკულად თვითონვე დაზარავდნენ ამ ფასების ზრდით ერთი შემთხვევაში ოლიგარქებმა იხეირეს, მაგრამ რეალურად ძალიან შეეთხო ეკონომიკას. იქიდან გამომდინარე რომ ჯამურად მათი საერთოვალი როგორც შიდა ისე საერთაშორისოვალი 126 ტრილიონია და არა ის რაღაცა 24 თუ 25 ტრილიონი რომელზეც საუბრობენ არა ეს არის 126 ტრილიონი და არ ჩანს როგორ დაფარავენ ამას ხო და მით უმეტეს ახლა ის სიტუაცია რომელიც ვითომ პატავა
რეალურად თვითონ ამერიკაში აღიარეს და იმიტომ იქნება ახლა მისი საკითხის განხილვა კონგრესში და შემდეგ სენატში, რომ მან ეს ომი წააგო რეალურად. და ახლა ის 200 მილიარდის ათვისების საშუალება რომ მისცა და უფლება ირანს, ეგ იმას ნიშნავს, რომ თქვენს კიდევაც ჩვენ ეს ომი არათუ მოვიგეთო, არამედ წინწრებით ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც თვლით საჭიროთო. და ახლა რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ტრამპმა, ის ტრამპი აღარ არის, ეს ის თამრო აღარ არის. ეს ყველა მიცის, რომ მას ბევრი დრო არ დარჩა. ეს არის ჩემი ხედვა და მე ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. და ბატონო გურამ, თქვენ ხა ხართ მეომარი, გენერალი ხართ, მესმის. აი როგორ ხსნით პოლიტიკოსების ნახეთ, აი ეს წამოწყებული ომები და ასე ხაერში გაჩერება. იგივე და რაღაცა ხანგრძლივობა რამდენი იქნება რუსეთი, უკრაინა, ამერიკა, ირანი. ეს სულ ჩვენ რეგიონშია, ხო, ჩვენ აქვე ვართ. აი როგორ თქვენი თვალსაჩინარიდან, აი რა ხდება პოლიტიკოსები ვერ რავენ ამას, არიღებენ მაგალითად პროფესიონალებისგან სათანადო ინფორმაციას? ომი ეს მაგათი სურვილია, პოლიტიკოსების სურვილი. მხოლოდ ომს შეუძლია იმ კრიზისიდან ამოიყვანოს ეს სახელმწიფო, რომელშიც ის იმყოფება. კაპიტალიზმი, იმპერიალიზმი, ის არის მარქსის და ენგელსის ისინი, აი ზუსტად ის არის, რა არის კაპიტალიზმი. ნაცნობები ამაზე საუბრობს, სწორედ. ყველა კაპიტალიზმი არის ზაგნივაიში კაპიტალიზმი. რა არის ეს ყველაფერი? ეს იგებს 300%, იგებს, შემდეგ უკვე მეტი მოგება აღარა, იმიტომ რომ ვერ იხდის ხალხი იმ ფულს, რომ შენ მოგება ნახო. აი ამის შემდეგ იწყება ომი, იმიტომ რომ მას სჭირდება ეს ყველაფერი რაც აქვს გაასაღოს, იარაღი გაასაღოს, ვიღაცასთან აომოს, აქ ჩაერთოს თვითონ იმით რომ გაასაღოს თავისი იარაღი. 1877 წელი ომი ამერიკელების დაწყებული, 1914 წელი, 13-14 წელი ამერიკელების დაწყებული. ყველა დაფინანსებული მათია. ყველა ომი მათი დაფინანსებული, მანამდე ინგლისელები რასაც აკეთებდნენ. იმიტომ რომ მე ინიციატივა 1941 წლის 12 ივლისს ინიციატივა ხელში აიღო ამერიკამ და ჩერჩილი რო გაიყვანა იმაში ატლანტიკურ ოკეანეში, გემზე შეხვედრა ჰქონდა და უთხრა ყველა კოლონიები რაც არის დათმე, ის ჯარი გადმოიყვანა და იომე იქეთ. ამ კოლონიებში ვინ შევიდა? ამერიკა შევიდა. ამერიკამ ნახა უდიდესი მოგება იმის შემდეგ, რაც ჰქონდა მას 29 წელს რამდენი რა. აი მერაბი ისაუბრა ამაზე პირველად. ჩაერთოს ბატონო მერაბი, კარგი. არა, მე ვთქვი უბრალოდ ზესახელმწიფო გახდა ამის შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ. საოცარია და რამდენი ადამიანის სიცოცხლე და მომავალი ეწირება ამას ყველაფერს. ყველა ომი არის ინტერესი. ყველა აი მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ იჭრა წააგეს, ერთ რაღაცას ვიტყვი. აი ჩვენთან მშენებლობები მიდის, ხო? ახლა აფრიკელები თუ ვინ არიან, არაბები რაღაცას ააშენებენ და იმას. არც ერთი ეს მშენებლობა მარტო სოციალიზმის დროს იყო, სოციალისტ საბჭოთა კავშირი რო იყო, მაშინ იყო მშენებლობა და იმ ბინებს და იმას ურიგებდნენ ხალხს. ის გარანტირებული იყო ღებულობა. აი ესენი რო აშენებენ. ეხლა რომელი ის მუშა, რომელსაც არ აქვს ბინა, ის ღებულობს ამ ბინას. არა, ეს ყველაფერი იყიდება და ვიყიდულობ ჩემს სახში ნახევარი ბინა. ისეთი ადამიანებია სულ არ ვიცი, ჩამოდიან, მიდიან და საერთოდ ზოგიერთი გაღებულიც არ არის. ანუ, აი დეტროიტი არის ქალაქი ასეთი და General Motors-ი იქ იყო განლაგებული. ეს ქალაქი იყო 2.2 მილიონი მოსახლეობა. იმ პატრონმა ვინც იყო იმ ზღვარი აღარ მახსოვს მილიარდერი. აიღო ეს ქარხანა ყველაფერი გაყიდა, მიყიდა ჩინელებს. რატო იქ მუშახელი ცოტას ღებულობს პროდუქციას იგივეს უშეს, მოგება მეტი აქვს. იხდის რაღაცა გადასახადებს ამერიკაში იმის, მაგრამ სიმდიდრე მეტი მიიღო. თვითონ გადასახლდა სხვაგან, ეს დეტროიტი მუშები უმუშევარი დარჩა, დღეს დეტროიტში ცხოვრობს 600,000 მოსახლეობა. დანარჩენი მუშები და ისინი ერთად არა. იმიტომ ამბობენ, რომ კაპიტალს ეროვნება არ აქვს. სამწუხაროდ და ფულსაც და კაპიტალს რა ეროვნება. ეხლა ნახეთ, ვის აქვს ჩვენთან კაპიტალი და ვინ თამაშობს ამით? და რა ეროვნებაა ის? იმას ეროვნება არ აქვს, იმას აქვს მხოლოდ ინტერესი და ვისთვის ააშენებს და ვინ იცხოვრებს საქართველოში, ის მისთვის გახდა მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ჩათვალა რომ მაინც არ მიფასებენ რაც გავაკეთეო და რა გააკეთა. ის რაც გააკეთა, ქველმოქმედებით მე ამოიღო 10 ჯერ მეტი სხვა მხრიდან. ხო და
აი ეს არის ეს გარიგება, რომელიც თავს მოახვია საქართველოს. და დღეს არის რომელიც მას პასუხს მოსთხოვს ამაზე. აი ეს არის. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველას ყველაფერი მოეკითხება. სახელმწიფო უნდა მე მჯერა თავის მოსახლეობაზე ყველაზე მოსახლეობა თუ სახელმწიფო ისე მუშაობს რომ აქედან მოსახლეობა გარბის როგორც საქართველოში ის სახელმწიფო და ისინი მართლობა ისინი ყველა მოსახლეა არ შეიძლება ისინი შემოჭრეს 14 წელია და უკვე განახევდა კიდე იქიდან გადახევდა კიდე საქართველოს იმიტომ რომ ის ადამიანი რომელიც შრომობს იმან ვერაფერი ვერს ვენახი მოიყვანა რაც არ მოიყვანა ვერსად მოგება ვერ ნახა და ვინ არის პარლამენტში სოფელი რო არ იქნება მილიონერები ხო 60 მილიონერი ზის ისინი კანონს შექმნიან ვერ შექმნიან უნდა იყოს. ქმნიან კანონებს საერთოდ შეიძლება გაგიჟდეს. ხალხისთვის არა, რასაც ქმნიან. რა თქმა უნდა. და საქართველოში რო სოფელი არ იქნება, ცოცხალი, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია. ხო, მაგრამ ყველა მთავრობის წევრი ვინც არიან? ყველა მილიონერები არიან. რა ვქნათ. ხო და აქედან გამომდინარე, ვისი რეზუმე დამთავრდა ჩვენი დრო. უნდა მოხდეს რადიკალური ცვლილება აზროვნების, რომ საქართველო ასეთ სისტემაში პოლიტიკურ სოციალურ სისტემაში ვერ იარსებებს. არათუ ვერ განვითარდება, პირიქით მოხდება რეგრესი და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. მოდი მაინც ესე ნუ დავემშვიდობებით მაყურებელს და მსმენელს. დავემშვიდობებით ახლა არიქა თავზე არა, მაგრამ ხო იცით, სანამ ჩვენ საუბრობ, არის საქმე უნდა ითქვას. ეს არის ჩვენი პრობლემა. დიახ, არა, უნდა ითქვას, მერაბ, გეთანხმებით. სერიოზული აცდენაა და ამიტომ უნდა შეიცვალოს ჩვენი პარადიგმა საით მივდივარ და როგორ მივდივარ. რა სისტემას ვაშენებთ? რა მოგვიტანს ჩვენ რაღაცა სიკეთეს, რომ გადავრჩეთ დღეს ამაზეა საუბარი. და რა უბრალოდ პოზიტივი დავამთავროთ რა მე მჯერა რომ გადავწყვეტ კი ბატონო აგერებ აბურთია მოედანი დაამთავრე პოზიტივი არა მუსიკა არ უნდა ეხლა და სადღერძელო კი არ მითხრა რეალობა თქვი რეალობა მე მაგალითად რეალურად მჯერა რომ საკითხი მიხარი რა არის საქართველოში მე რა არაფერი მომისმენთ ეხლა რა გინდა რომ ხელები დავიწყოთ და აღვყვდებით რა თქმა უნდა ვის რა ქვია მე მჯერა რომ საქართველოს ესე ადვილი გასაწირი არ არის რა და მე მჯერა ალბათ დამეთანხმებით ბატონო გურამ და შენც მერაბ მე მჯერა რომ ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს ქართული ხალხი თავსაც გადაირჩენს და საქართველოს უხვედრი ქვეყანაა და აუცილებლად ყველა სიზმრები და ძალიან ხანგრძლივი პერიოდი ძალიან ნელა განვითარებადი პერიოდი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შეგვიძლია და არც უპარსო დაუტო ყველაფერს მე გაგიგებთ და თქვენი ჯექით სახშია არა ეს მე ამას არ გულისხმობ რა მერაბ ყველა ხელი და გიშველითო გაანძრიეთ ხელი გავანძრევთ აუცილებლად თქვენც უნდა ჩამოხვიდეთ და გაანძრიოთ ხელი დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ახლა ცოტა გავცხარდით მაგრამ ეს საქართველოს სიყვარული ბრალია და არა პირიქით ხო რომ გვიყვარს საქართველო და რომ გტკივა საქართველო იმიტომ გვინდა რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა ეს საკამათო არ არის რომ გვიყვარს რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბატონებო საინტერესო სტუმრობისთვის მადლობა ნინიკო მადლობა ჩართვისთვის მერაბი კარგად გზავდებოდა ნახვამდის და მე ჩემს მაყურებელს და მსმენელს მომავალ პარასკევამდე ვემშვიდობები